ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი იწყება. სუსის ყოფილ უფროს რამდენიმე მუხლით ასამართლებენ. ოცნების პროკურატურა ამტკიცებს, რომ ადამიანი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება ებარა, მფარველობდა თაღლითულ კოლ-ცენტრებს და ქრთამს იღებდა უცხო ქვეყნის მოქალაქისგან. წარდგენილი ბრალი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამ სხდომას ჩემი კოლეგა დეა ბაძაღუა გააშუქებს, ის ახლა პირდაპირ ეთერს უერთდება. დეა, გისმენთ. თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი ამ წუთებში იწყება. ჩვენ პროცესის დაწყებამდე ვესაუბრეთ პროკურორს, როგორც მან გითხრა, დღეს გრძელდება კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა და დაიკითხება ერთი მოწმე, რომელიც არის ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი, თუ რა ინფორმაციის მატარებელია ის კონკრეტულად პროკურორს ჩვენთან არ უსაუბრია და თქვა, რომ ამაზე უფრო ვრცელ კომენტარს გააკეთებს სხდომის დასრულების შემდგომ, თუმცა როგორც გითხრა, ეს მოწმე არ არის ბრალდებული და რაიმე კონკრეტული ტიპის ინფორმაცია, რომელიმე კონკრეტულ ეპიზოდთან დაკავშირებით აქვს თუ არა, ჯერჯერობით ჩვენთვის არის უცნობი, თუმცა როგორც აღნიშნა, როგორც ორი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელებს, მას გრიგოლ ლილუაშვილთან ჰქონდა შეხება და არის ამიტომ გარკვეული ტიპის ინფორმაციის მატარებელი. ამაზე როგორც გითხარით, უფრო მეტი გვეცოდინება სხდომის დასრულების შემდეგ იქიდან გამომდინარე, რა კომენტარს გააკეთებენ ჩვენთან მხარეები, რადგან როგორც იცით, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გრიგოლ ლილუაშვილის პროცესები არის დახურული და მედიას და დამსწრე საზოგადოებას მსურველებს არ ეძლევათ საშუალება, რომ პროცესს დაესწრონ და მოусმინონ მოწმეს და იმას თუ რა კითხვები აქვთ მხარეებს ამ მოწმეებთან. გეტყვით, წინა პროცესზე მომხდარ მოვლენებსაც, წინა პროცესზე დაიკითხნენ გრიგოლ ლილუაშვილის პირადი დაცვის წევრები, როგორც სხდომის დასრულების შემდგომ წინა პროცესზე ჩვენთან საუბარში განაცხადა ადვოკატმა, მათ არ მიუწოდებიათ არანაირი ინფორმაცია, რომელიც იქნებოდა გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ და მათ განაცხადეს ის, რომ არანაირი რაიმე თანხის გადაცემას არ ჰქონია ადგილი და ისინი არ არიან რაიმე ამ ტიპის მოქმედების შემსწრეები. დღევანდელ პროცესთან დაკავშირებით კი უფრო მეტი შეგიძლიათ თავად პროკურორისგან მოისმინოთ. დაიკითხება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ვფიქრობ, მისი გამოკითხვის ოქმიდან გამომდინარე მაქვს ბუნებრივია მემოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალთან დაკავშირებულ ასახულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს. ეს მოწმე არ არის ბრალდებული და მის მიერ ჩადენილი რაიმე დანაშაულებრივ ქმედებაზე დღეს არ უნდა ისაუბროს. გარკვეული ინფორმაცია აქვს, როგორც გითხარით, ის იყო ყოფილი მაღალჩინოსანი, ქონდა სამსახურეობრივი შეხება ხშირი გრიგოლ ლილუაშვილთან, როგორც ორი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელს და გარკვეულია დეტალები არის, რაც მისი მხრიდან გადმოცემა საინტერესო იქნებოდა. ამ კუთხით არის ეს ადამიანი გამოკითხული და გრიგოლ ლილუაშვილი, როგორც წესი, ყოველთვის ესწრება საკუთარ პროცესებს და ის ყოველთვის ჩართულია მოწმეების დაკითხვის პროცესში. რა კითხვები ექნებათ მასთან მხარეებს და ასევე თავად გრიგოლ ლილუაშვილს, ამაზე უფრო მეტი სხდომის დასრულების შემდგომ გვეცოდინება. როგორც იცით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს ედავებიან რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებას, რაც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.